მჟავა დიჰიდრატი რომ გავაკეთოთ ჩვენი ფუტკრებისთვის ვარუას საწინააღმდეგოდ მე გასწავლით ახლა მომზადების წესს როგორ უნდა გავაკეთოთ. სიფრთხილის ნორმები აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩემო მეგობრებო. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება აი ესეთი შეფუთვა 20 გრამიანი მჟავის დიჰიდრატია ეს. ამას ჩვენ გავაცხელებთ დაახლოებით 65 გრადუსზე. კარგი იქნება თუ ჩვენ გამწვავი გვაქვს, ჩავრთოთ გამწვავიც, იმიტომ რომ აქ აღნიშნულ აურთქლებას ეს მთლიანად აიტანს და არ იქნება საშიში. წყალი უკვე 65 გრადუსია, გამოვთავთ ჩვენ გასქურას. გასქურას, როდესაც გამოვთავთ უკვე ჩვენ ვახდენთ მჟავის სრულად ჩაყრას და კარგად გახსნას. გავითვალისწინოთ ის, რომ ამაში შემდგომ საჭმელს აღარ ვაკეთებ. ეს მეთოდი ახლა რაც მაქვს, აქ ჩაყრილი, ეს არის ჩემი ბოთლია, სადაც 300 მგ ეტევა წყალი. მჟავა დიჰიდრატის გასაკეთებლად 1:1 პროპორციით არის 500 მგ სიროფი რო გამოგვივიდეს ჩვენ დაახლოებით უნდა 300 გრამი შაქარი და 300 მგ წყალი. დაახლოებით 17-დან 22 გრამამდე მჟავა. შეფუთვაში კი 20 გრამია. შაქარი გადაწონილი მაქვს. დავამატეთ 300 გრამი შაქარი და ვახდენთ მორევას, რომ შაქარი კარგად გაიხსნას. და დაახლოებით 50 მგ ესაჭიროება ერთ სკას დამუშავებისთვის. ხოლო შემდეგ ეს რო შეცივდება, მე ვახდენთ დამუშავებას და ცალკე ვნახოთ, როგორ დამუშავდება ჩვენი სკები.